გარგმობილი ამჯერად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს სტუმრობს. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 500 მეტრზე მდებარეობს. ბოლო მონაცემებით სოფელში 190 მოსახლეა. გამარჯობათ. შეიძლება 2 წუთი წაგართვათ. დავდივართ ესე გზადაგზა და ხო იცი რა თქვა მია წყაროს წყალზე მოიკითხე ქვეყნის ამბავიო და ხო არ დაშრესო და გვაინტერესებს რა პრობლემებზე შეგიძლიათ გვესაუბროთ, რა სათქივარზე ვიცით ზოგადად რა არის, როგორ არის. ადგილობრივები პირველ რიგში პრობლემებზე საუბრისას სოფლის მეურნეობას ახსენებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ფერმერებს ხელს უფრო მეტად უნდა უწყობდეს. რა არის ესეთი გამორჩეული პრობლემა, რაც სხვა თქვა სოფლებისთვის, რეგიონებისთვის შეიძლება არ იყოს დამახასიათებელი და თქვა მხოლოდ თქვენთან არიან, თქვენ სოფელში, თქვენ კუთხეში. ლეხს რა უნდა ახლა ფოსფორი, კალიუმი, აზოტი მომსახურება. ანუ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის. თავრობამ ხელილა შეგვიწყოს ამას. კი ბატონო. და აი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხებს რაში ხარჯავს თქვა თქვენი სოფელი? ხო არის რაღაც თანხასო სახელმწიფო გამოყოფს თქვენთან? ხარჯავს დედა და მაი ახლა ჩვენ აგერ ზვარეში ვცხოვრობთ. დიახ. სიმინდი მოდის. ახლა რაღაც გამოგვიწერა ფოსფორი და კალიუმის ამპერებს იმაში. ეს ვაუჩერები სოფლის მეურნეობისაც ხო. ამით სარგებლობს მაგას. მოსახლეობის სიმცირის მიუხედავად სოფელში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კონტინგენტი მცირე არ არის. თუმცა მშობელთა უმეტესობას ბავშვები მეზობელი სოფლის ბაღში ვერ დაყავს. სწორედ ამიტომ ადგილობრივები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საბავშვო ბაღის არქონას ასახელებენ. იმ შემთხვევაში, თუ საბავშვო ბაღის აშენება ვერ მოხერხდება, ზვარელები მეზობელ სოფლამდე ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვენ. მოსაგვარებელია ჩვენთან პატარა ბაგაბაღი როგორც ახლა ამ ცენტრში. ახლა ვაიოში გააკეთეს. ანუ ბაღის. ხო, და სასიამოვნო სოფელს გუგეთო და ახლა ზვარესაც პატარა ბაღი აგდე ცენტრი გაგვიგეთო რა იქნება. და სად დადიან თქვენი სოფლის ბავშვები თუ ვერსად ვერ დადიან ფიზიკურად? სახელმწიფო გამოღვიღოს რაფი, მაიღო ძვირადე სკოლას გამოუღეს. იგივე პრობლემა გადაადგილებს. ანუ მიიყვანდით ბავშვებს. ახლა ზოზოფელის 3 კილომეტრია. ბავშვებს დილით ჩამეიყვანს, მერე სკოლა დამთავრდა და იყვანს რაფი. მოთხოვნის მიუხედავად ყველა სოფელში კულტურის სახლისა და საბავშვო ბაღის აუცილებლობას ვერ ხედავს მუნიციპალიტეტის გამგებელი. თუმცა დავით დუმბაძე ბავშვების გადაადგილებისათვის ზვარედან მეზობელ სოფლამდე ტრანსპორტის გამოყოფის პირობას იძლევა. სოფელ ზვარეში კონტინგენტი ძალიან პატარაა და ჩვენ ჯერ პრეცედენტი არ არის, რომ ბაგაბაღის ბავშვები ჩვენ მიკროავტობუსებით გადავიყვანოთ. საკითხს ვფიქრობ, ამ საკითხს გავდივართ იმდენად, რამდენადაც რომ არის დაუშვათ სოფელი, სადაც არის 13-14 ბავშვი. ამ კონტინგენტისთვის იქ ბაგაბაღის გახსნას აზრი არ აქვს. ვფიქრობ მე ამ საკითხს, რომ უკეთესი იქნება რაღაცა დამუშავდეს პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ბავშვების გადაყვანას ბაღში. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში საუბარი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესთა გათვალისწინებაზეც არის. 21 თავში, რომელიც რეგიონულ განვითარებას ეხება, ვკითხულობთ. 373 მუხლი. მხარეები განსაკუთრებით ითანამშრომლებენ, რათა საქართველოს პრაქტიკა თავსებადობაში მოიყვანონ შემდეგ პრინციპებთან. რეგიონული განვითარების პოლიტიკის შესახებ ცოდნის, ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და რეგიონების თანაბარზომიერ განვითარებას.